საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მათში მონაწილეობას ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის რანინას გამარჯვებული ანიტა აბგარიანი. ამ წუთებში საქართველოს კულტურის მინისტრის და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი გვერდდება, რომელიც უფრო მეტს გვეტყვის. მარიკა, გისმენთ. დიახ, საქართველოსთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენ მეორედ მასპინძლობთ ამ მასშტაბის კონკურსს. საბავშვო ევროვიზია 2025 13 დეკემბერს გაიმართება, თუმცა მანამდე არის გრძელი მოსამზადებელი პერიოდი. 1 დეკემბერს უკვე 17 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა საქართველოში. 18 ქვეყანა იღებს მონაწილეობას წელს კონკურსში და მე ახლა მინდა მაყურებელს გავაცნო ის დეტალები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე. და ალბათ ყველას აინტერესებს ბილეთებზე ინფორმაცია. ბილეთები გაიყიდება 1 დეკემბრიდან TicketJet-ზე და ძალიან ხელმისაწვდომი იქნება. 7 ლარიდან დაიწყება ბილეთების ფასი. მე შეგახსენებთ, რომ კონკურსის წესებით მიხედვით არის 2 კონცერტი, ანუ გენერალური რეპეტიცია, რომელიც იმართება წინა დღეს და 12 დეკემბერს და 13 დეკემბერს უკვე იქნება ფინალური შოუ. ეს შოუები არის აბსოლუტური ანალოგი ერთმანეთის და ორივე დღეს შესაძლებლობა ექნება მაყურებელს, რომ დაესწროს კონცერტს, შეიძინოს ბილეთები. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეს, ანიტა აბგარიანი, რანინას წლევანდელი გამარჯვებული წარადგენს წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Shine Like a Star. მისი ავტორი არის გიგა კუხიანიძე, კომპოზიტორი და 13 დეკემბერს, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ძალიან მასშტაბური შოუ გველოდება. რაც შეეხება საორგანიზაციო ნაწილს, საბავშვო ევროვიზიის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, Starring Georgia და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. რაც შეეხება სამზადის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია უკვე საქართველოში იმყოფება და ისინი არიან ჩართულები საორგანიზაციო საკითხებში, მზადებაში და ოლიმპიურ სოფელში გაიმართება საბავშვო ევროვიზიის კონკურსი, რომელიც დიღომში მდებარეობს. მიხარია, რომ ევროვიზიაზე, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ისეთ შედეგი აქვს, როგორც არა აქვს არც ერთ ქვეყანას, რომ ჩვენ ბავშვების ნიჭიერება მსოფლიოს ალაპარაკებს. რასაკვირველია, ძალიან საამაყოა, რომ უკვე მეორედ ტარდება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. მადლობა მინდა უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ამას ყველაფერს, ესე რომ ვთქვა, ჩინაარსობრივ ყველაფერს ამზადებს და რანინაც ამ გამარჯვებულებს გვიმზადებს და მთელი სკოლაა ერთი სიტყვით ეს აწყობილი. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ამ პერიოდში მთელი სამყარო ჩვენზე ისაუბრებს, საქართველო იქნება ძირითადად ევროპის ყველა მედიაში წარმოდგენილი, ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა ევროპისთვისაც და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი კულტურა და ჩვენი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც ამბიცია გვაქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან მსოფლიოში, იქნებიან ევროპაში წარმოდგენილი. ქვეყნისთვის ეს არის რასაკვირველია მზარდი ტურიზმი, რასაკვირველია მდგრადი და უწყვეტი განვითარება ჩვენი ეკონომიკის. ეს ყველაფერი ერთმანეთში არის გადაჭაჭული და ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავრობა ამას ყველაფერს მხარს უჭერს, იმიტომ რომ ჩვენ განვითარების პროგრესის და სწორედაც რომ ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ნიჭით და ხელოვნებით ვიყოთ ინტეგრირებულები და განუყოფლები. საქართველოს როგორც რეკორდსმენი მეოთხეჯერ იღებს საბავშვო ევროვიზიას და ეს არის სრული რეკორდი, რაც რა თქმა უნდა საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე როგორც ჰოსტ, მასპინძელი მაუწყებელი მეორეჯერ იღებს მონაწილეობას და არის საოცრად ამაყი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ბავშვებისთვის ეს არის ფესტივალი. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონცერტი, ეს არის კვირეული, რომელიც დაიწყება უკვე 1 დეკემბრიდან. გვექნება 2 კონცერტი, ორი დუბლირებული, ერთი რომელსაც ქართველი ბავშვები და თითოეულ კონცერტს დაესწრება 3000-მდე ბავშვი, მოისმენს, უყურებს, შეაფასებს ჟურისთან ერთად და მეორე კონცერტი, რომელიც უკვე იქნება პირდაპირ ეთერში 18 ქვეყნის მაუწყებლის, წამყვანი მაუწყებლობის და ჩვენი ბავშვები იქნებიან, მე ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერები წინა საახალწლოდ და ესეც ერთგვარი მესიჯია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მთელი გუნდი არის ჩამოსული უკვე საქართველოში
და მიმდინარეობს ამ ყველაზე მასშტაბური ევროპული ფესტივალისთვის მზადება და თბილისი არის ამ ყველაფრის მასპინძელი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა რადგან საქართველოს წარუდგენის საბავშვო ევროვიზიაზე, აქედან პირდაპირ რეპეტიციაზე მივდივარ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და იმედია რომ წარუდგენ საქართველოს ევროვიზიაზე. საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ ვართ რეკორდსმენები. 4-ჯერ მოიგო საქართველოს წარმომადგენელმა ევროვიზია. 2017 წელს კი ჩვენ ვუმასპინძლეთ საბავშვო ევროვიზიის კონკურსს და მაშინ ევროპის ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი იყო გამოხმაურება იმის შესახებ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული მასპინძელი ამ შოუსი. რაც შეეხება წელს ჩვენ ანდრია ფუტკარაძის წყალობით მოვიპოვეთ უფლება გვემასპინძლა საბავშვო ევროვიზიისთვის. ანდრია ფუტკარაძე გახდა გასულ წელს მადრიდში კონკურსის გამარჯვებული სიმღერით თუ მაი მომ და ახლა მიმდინარეობს პრესკონფერენცია, რომელსაც სწორედ ესწრებიან გასული წლის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე, წლევანდელი მონაწილე ანიტა აბგარიანი, საქართველოს კულტურის მინისტრი და საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი და ისინი ყველა დეტალზე ესაუბრებიან მედიის წარმომადგენლებს თუ რა აჯენდა იქნება ამ დღეების განმავლობაში და უკვე 13 დეკემბერს გაიმართება საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალი. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა.